კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერშია ქრონიკა 9 საათზე. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული ანგარიშის მოსმენა გაეროში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა. დისკუსიაში 100 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების გათვალისწინებით იყო დადებითი შეფასებები, დარბაზიდან გაისმა ასევე კრიტიკული მოსაზრებებიც, რომლებსაც ქართული დელეგაციის წევრებმა დარბაზშივე გასცეს პასუხი. მივესალმებით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას, მათ შორის სპეციალური სამოქმედო გეგმების, საქმეთა განხილვისას პრიორიტეტულობის განსაზღვრისა და სპეციალიზებული პროკურორების გამოყენების გზით. მივესალმებით საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეულ ძალისხმევას, რომელმაც 2022-2027 წლების სტრატეგიაში ოჯახურ და გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტულ საკითხად შეიტანა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ქალთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური გაძლიერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით. ასევე მივესალმებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. 2024 წლიდან მოყოლებული დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მოვითხოვთ გათავისუფლდნენ უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივით დაკავებულები. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო. პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და გამოძიების კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა და პოლიტიკურმა ლიდერმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა გაასაჩივრა ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებები და ეროვნული სასამართლოების აღსრულების შეწყვეტის მიზნით დროებითი ზომების მიღება მოითხოვეს. თუმცა თითოეულ მათგანში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, რომ დაპატიმრების უკან პოლიტიკური მოტივები არ არსებობდა. არ გაიზიარა გამცხადებლების არგუმენტები და განხილვების ყველა ეტაპზე სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა დაადასტურა. დელეგაციის განმარტებით ყველა რჩევასა და რეკომენდაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებს. ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ შედეგები შეაჯამა. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა ერთმანეთს მისცენ გარკვეული რეკომენდაციები, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მივიღეთ, ძალიან დიდი გულისყურით, ასე ვთქვათ, განვიხილავთ, როგორც ამას პროცედურა ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი პასაჟი შეეხო უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ეროვნული ინტერესები, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარადგინა დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმებისა და მიღწევების შესახებ, რაც სამართალდამცავთა გაძლიერების, ისე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ასევე ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს იმ მოწინავე მდგომარეობის და პოზიციების შესახებ, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებში ჩვენ გაგვაჩნია და რითაც ჩვენ წინ ვუსწრებთ არაერთ ევროპულ ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დისკუსიის დროს ქვეყნების უმეტესობა აბსოლუტურად იზიარებს იმ პოზიციებს და ხედვას, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ვისაც მნიშვნელოვანი არის საკუთარი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, საქართველოს მათთვის საინტერესო მაგალითი რჩება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო მოკლედ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება საქართველოს ჩატარებულ ორ არჩევნებს, საპარლამენტოს და მუნიციპალურს, იქ გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მინდა ვთქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის არც ერთი რეკომენდაცია არ მიეცა, რაც არის ძალიან სასიხარულო და საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებას. სურსათის ფასების რეგულირებაზე მთავრობის საკოორდინაციო კომისია აქტიურად განაგრძობს ბიზნესთან მუშაობას. მმართველი გუნდის განმარტებით ხელისუფლების მიზანია ფასების შემცირდეს და პროდუქცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მიღებული გადაწყვეტილებები კი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება, რის გამოც პროცესის ოპტიმალურ ვადებში განხორციელება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო კომისია ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართავს შეხვედრებს.
საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს და ის გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ ის სიკეთეები, რომელიც ეს პროცესი მოიტანს საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი ოპტიმალურ ვადებში განხორციელდეს და ამ მხრივ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტიც უკვე იწყება საგაზაფხულო სესია და ამ ფორმატში პროაქტიულად იმუშავებს. რატომ ირჩევენ დუმილს ევროკავშირის ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებზე, მაშინ როდესაც უახლოეს წარსულში საქართველოში მიმდინარე პროცესები მათი კრიტიკული განცხადებების საგანი არაერთხელ გახდა, თუმცა მინეაპოლისში პოლიციასთან შეტაკებებსა და მსხვერპლზე ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატები არაფერს ამბობენ. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო ევროკავშირის ელჩმა არასასრულო კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემას თავი აარიდა. მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების იგნორირება, სადაც ძალადობრივ დაპირისპირებას ადამიანური მსხვერპლი მოხდა ნეიტრალური საქართველოს ინტერესის საგანია. ვატო შაქარიშვილის შეფასებით, ევრობიუროკრატიის დუმილი ნათლად აჩვენებს ორმაგ სტანდარტს, რომელიც მისი თქმით უკვე მთლიანად ევროკავშირსა და დიპ სტეითის დაქვემდებარებული ბიუროკრატიის სამარკო ნიშნად ჩამოყალიბდა. ასეთ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება ეკრძალებათ და არ შედის საერთოდ მათ ინტერესის სფეროში. და ამას ნათლად აჩვენებს ის მასშტაბური ძალადობრივი მოვლენები მინეაპოლისში. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი თუნდაც გამოხატული წუხილი მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატების თუ ცალკეული ლიდერების მხრიდან, მაშინ როდესაც საქართველოში რომელიღაც რიგითი რადიკალი აქტივისტი ცუთხასიათზე რომ იღვიძებდა, იმასაც კი ეხმაურებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორმაგი სტანდარტით პოლიტიკის წარმოებასთან, პოლიტიკურ ფარისევლობასთან. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ვაშაძეს 30,000 ლარის გირაუს შეუფარდა. ვაშაძეს აიკრძალა საზღვრის გადაკვეთა, ჩაბირთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გირაუს გადაიხდის. საკმაოდ ესე ვთქვათ, მძიმე მუხლებია. და აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ამ საქმეს საერთაშორისო ინსტანციებიც მოუწევს. ყველამ ვიცოდით, რომ მაინც დააკმაყოფილებდა 100% ხა პროკურატურამ რა თქვა, რაც მოითხოვა. უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, როგორც იყო წინა საქმის შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე მიმაჩნია სწორი. დავასახელეთ ორი საფრთხე, ერთი იყო მიმალვის საფრთხე და მეორე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მიუხედავად ამ საფრთხეებისა, თქვენ იცით, რომ მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა გირაო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდებულს ჩამორთმეოდა პასპორტი და პირადობის მოწმობა და ასევე დაწესებოდა აკრძალვა პროკურორის თანხმობის გარეშე არ გადაეკვეთა საზღვარი. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის სათანადო ქცევა და ზუსტად აღმოფხვრილი იქნეს ის საფრთხეები, რაც არის მათ შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიმალვა. სპორტის მინისტრი ცნობილ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს შეხვდა. ისაუბრეს სპორტსმენის საომავლო გეგმებზე, ასევე განიხილეს თბილისში მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენს მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან საგინაშვილი საქართველოსა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, ის ასევე ასპარეზობის King of Table-ის გამარჯვებულია. საგინაშვილმა 2024 წელს პრესტიჟულ ტურნირში East versus West ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, როცა კანადელი დევონ ლარატი დაამარცხა. წელს კი ტიტული დაიცვა სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში. მან იტალიელ ერმეს გასპარინს სძლია. ლევანის და ასევე ჩვენ ინტერესია, რომ საქართველოშიც ლევანდელზე ჩატარდეს დიდი საერთაშორისო ტურნირი ლევანის მონაწილეობით, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრო მზად არის. ვისაუბრეთ სამომავლოდ საქართველოში ჩატარდეს ჩემი შეჯიბრი. ამისთვის არის ყველანაირი პირობა. ყოველთვის გძნობ სამინისტროს გვერდში დგომას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 10 საათზე დაბრუნდება. დროებით.